ხა. მოგესალმებით ყველას. მე გახლავთ ევროპაბეთის საზოგადოებისა და ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გულითაია. მინდა გაგაცნოთ იმ აქციის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ონლაინ ტოტალიზატორის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეხლა ცხელი საფეხბურთო სეზონია, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ისედაც დებს ჩვენი სპორტულ სხვადასხვა თამაშებს და ფსონებს, მათ პარალელურ რეჟიმში ამ აქციის პირობებში 16 ივნისამდე ერიცხებათ ბონუს ქულები. რაშინსწავს ბონუს ქულა? 1 ლარის ექვივალენტი არის 1 ბონუს ქულა, რომლითაც ისინი შეუზღუდავი რაოდენობით შეავსებენ პროგნოზებს, რომელიც იქნება მისული ამ მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებისადმი. საერთო საპრიზო პრიზი ამ გათამაშების გახლავთ 2 მილიონი ლარი, რაც არის საქართველოს ტოტალიზატორის ისტორიაში უპრეცედენტო თანხა გათამაშების თვალსაზრისით. მონაწილეობის მიღებას მარტივი არის, მთავარია მომხმარებელი იყოს დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე. იქვე არის ონლაინ რეჟიმში 36 გუნდი, რომელზეც ხდება ამ პროგნოზების აკეთება, ეს ეხება შესარჩევ თამაშებს და ხდება მონიშნა რომელიმე გუნდის მოგებაზე ან ფრე ანგარიშზე. როგორც აღნიშნე, ბილეთების შევსება არის შეუზღუდავი, ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, არის უფასო აქციაში მონაწილეობის მიღება და 13 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩვენ სრულად, ანუ მთელ 2 მილიონს გადავცემთ იმ ერთ გამარჯვებულ ადამიანს, ან გადანაწილდება იმდენ ადამიანზე, რამდენიც მონიშნავს აი ამ პროგნოზებს, ან რომელთა პროგნოზების ამ შემთხვევაში გამართლება. ეს არის მოკლედ, რაც შემიძლია გითხრათ, თუ რამე გითხრობთ. ერთ ადამიანს, როგორც აღნიშნე, ბილეთ პროგნოზების აკეთება შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობით ამ ხრივ ჩვენ მაშინ მიშალხოვოთ, თუ გითხრათ, ვინ არის მისი ფავორიტი მსოფლიო ჩემპიონატზე და ფავორიტი, ანუ ვის გულ შემატკივრობთ თავად, ვინ გონია რომ მოიგებს და უნდა ვის გონია რომ მოიგებს. მანამდე შევეყებ საინტერესო გათამაშება, ალბათ უთულესი, მაგრამ ეს ქვეყანაში ბევრი ძალიან რისკიანი ადამიანი ცხოვრობს და იმედი ვიქონიოთ, რომ ვინმე ამ თუ პროგნოზს გამოიცნობს, მეც ვეცდები რომ გამოიცნო. ფავორიტად ალბათ ბრაზილიის ნაკრებს, მაგრამ მე ვუშენებ არგენტინას, ავტოფიდან სულვილი მაქვს რომ არგენტინამ გაიმარჯვოს, მაგრამ ფავორიტებში დავასახელებდი ბრაზილიას, არგენტინას, გერმანიას, ესპანეთს დავისწავლოთ, იტალიას და ჰოლანდიას. ურუგვაიც არ გამოვჩინე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილია გერმანიის შორის გადაცდება. მე კიდევ ერთი რაღაცა მინდა დავამატო. ჩართულობა არის ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს აქცია დავიწყეთ 2 ივნის, დღევანდელი მონაცემებით სადღაც 70,000 ბილეთთან პროგნოზამდე უკვე გაკეთებული, 70,000 პროგნოზამდე არის უკვე გაკეთებული და ეს ციფრი ყოველწლ, ანუ ძირითადად ეს თქვა იზრდება. ასე რომ წარმატება აბსოლუტურად არ მიგვიც ჩართულობა დიდი იქნება და კიდე გაიზრდება. გამდირიქთა რომ აქცია არის უბრალოდ უფასო და ამ შემთხვევაში მომხმარებელი არ კარგავს არაფერს. გარდა იმისა, რომ ისინი დებენ ფსონებს და შეიძლება რომელიმე თამაშმა ისედაც მოუტანოს მათ რაღაცა მოგება თანხის სახით, დამატებით კიდევ აძლევს შანსს, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მოიგონ და რაღაც დასამახსოვრებელი გახდეს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამ საინტერესო გათამაშებისთვის და წარმატებას ვუსურვებ ყველა გუნდს. ვენც შეავსეთ. გავიმარჯვე, გავიგო. დავიწყო?
ამას არ მახსოვრებს გადაგაგებს. შეწებული ფოტო გადავლივად. შეწებული ბილეთი. აფიქსიროს თუ არ მოხვალ. ირანი, ნიგერია. სადაც ხოლიოზე მოხდა. აი ეს გაუგებს. ნიგერია მოხდეს რა. აქ სამი ვიდეო მოგო. დახუცო. მაშინ ოფიციალური ანგარიში სასტავი დაწერა მე მოცემ მილიონი არა, როგორ არ არის. მომდენი კიდე რომ არა, ჩვენ ქონია პრაქტიკაში 36 გუნდის გარკვევა, 49, 70 გუნდის ქონია. 51. აი, ვინც ამხელა კაცრავად გადაბმებს აკეთებს ძირითადად თამაშამახვილე პატარა გუშებზე. არა, ნაწილდებად. ანუ იტალია, ურუგვაი, გონია ხო ფედასრულდება?
კი, ეს არის აბსოლუტურად უფასო. ჩვენი დაინტერესება არის მომხმარებლის სახალისება და ვინც ჩვენი მომხმარებელი არის, მათ მივცეთ რაღაცნაირად სტიმული, რომ მომავალში დარჩეს ჩვენთან. ეგრე ლუქსემბურგის შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ. აი სადმე იქცევით. კი ბატონო, როგორ არა? ანუ აქ არა ვიში Все? მადლობა. კოლუმბია მოვიდა.